მთავრობის გადაწყვეტილებით საკვე პროდუქტებზე DGG განახევრდება. ანუ 10%-დან 5%-მდე შემცირდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების კლებას. ეს ყველაფერი ავსტრიაში, სადაც სტანდარტული DGG 20%-ია, ხოლო საკვე პროდუქტებზე 10% იყო აქამდე და ეხლა 5%-მდე აპირებენ ჩამოწევას. ხოლო საქართველოში როგორც აქამდე იყო ყველაფერზე 18%, ეხლაც ისე არის. მეტი თვალსაჩინოებისთვის, აი მაგალითად ცხრილი რამოდენიმე ქვეყნის, როგორ გამოიყურება DGG პურზე, სტანდარტულ DGG-სთან შედარებით, ან კვერცხზე, რძეზე, იგივე ხორცზე, რაც ძირითადი საკვები პროდუქტებია. საქართველოში კი ამ მარტივ მეთოდით ნაცვლად დაიწყეს გამოძიება და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა უკვე იგრძნეს ფასების კლება, როგორც იწერებიან, მაინტერესებს თქვენ რამდენად იგრძენით, რომ საქართველოში პროდუქტების ფასი უკვე კლებას იწყებს.